ხრამის პირას დაჩოქილი, უკან ხელებს შეკრული ორი ქართველი ტყვე, მოხუცი ბუმბულისზე და ახალგაზრდა ფოცხვერა. უკვე 97 ქართველისათვის მოუკვეთავთ თავი არაბებს. დარჩენილან მხოლოდ ეს ორნი. ხედავ ათის თავს, ისევ მოხავს ჯალათი, არ ჩვენ გტოვებენ ცოცხლებს. რა შეენაღლებათ ქრისტიანის თავი, მაგრამ შენ სხვებსავით მოქცევა აღარ გმართებს. მისმინე მოხუცს, ეუბნება ბუმბულისზე ფოცხვერას. სხვა გზა აღარ არის. მიაფურთხე ხატს ისე, რომ გულში ეს არ გაივლო. თითქოს განზე გაგეფურთხებინოს სარკინოზების თვალის ასახვევად. აქამდე არ შეიძლებოდა. სხვას მაგალითს მისცემდი ღალატისას. ახლა ერთი მოწმე მაინც ჩვენი ამბის მიმტანი ხომ უნდა დარჩეს. შენ გერგო წილად ეს მძიმე ხვედრე. დამილოცნი ხარ. მოგესალმებით. გიბრუნდებით დაკარგული დიდებული მესხეთის ახალი სერიით, სადაც თქვენ ნახავთ ერთ ძალიან ძველ ისტორიულ ქართულ ციხესიმაგრეს, რომლის სახელიც არის სლესის, იგივე მოქცევის ციხე. დანარჩენი კი დეტალურად, რა თქმა უნდა, უშუალოდ სიუჟეტიდან. წავედით. ნაწყვეტი, რომელიც თქვენ დაკარგული დიდებული მესხეთის დღევანდელი 52 სერიის პროლოგში მოისმინეთ, ეკუთვნის მე-20 საუკუნეში მოღვაწე ქართველი მწერლის ლადო ავალიანის კალამს. ხოლო მასში ასახული სცენა წარმოადგენს მხატვრულ აღწერას მე-8 საუკუნის პირველ ნახევარში, მურვან ყრუს მეთაურობით არგვეთში, ანუ ზემო იმერეთში, არაბების მიერ ქართველთა სიკვდილით დასჯისა. სარკინოსთა ურიცხვ ლაშქართან დამარცხებულმა ქართველებმა არ დაუტევეს სჯული და მოწამეობრივი სიკვდილით აღევლინენ. სწორედ ამ ამბიდან ყავს ჩვენ არგვეთის მთავრები, დიდმოწამე ძმები დავით და კონსტანტინე. მაგრამ დღევანდელი სიუჟეტის მთავარი ობიექტიდან გამომდინარე, ჩვენთვის საინტერესოა გვარი, რომელიც ჟღერს როგორც ბუმბულისზე. თუ გადავხედავთ დღემდე მოღწეულ 1515, 1516 წლებში შესრულებულ ხელნაწერ დოკუმენტს სახელწოდებით მცხეთის საეკლესიის ძველითგან საქონებელნი და სამწყსონი სამცხეს თავადნი და სოფელნი, ამოვიკითხავთ შემდეგს. ბუმბულის ძენი მათითა სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა, ავალიშვილთა და სლესერთა აქუთ. ამ ჩანაწერში ვაწყდებით სამ ფეოდალურ გვარს: ბუმბულის ძეს, ავალიშვილს, სლესარს. ხოლო სამივე წარჩინებულთა საერთოა ის, რომ მათგან ყველა მესხეთის ისტორიული ნაწილის, თორის მხარეში შემავალი მამულის პატრონებს წარმოადგენენ. ამ სამეულიდან ყველაზე დამცრობილად უნდა ჩავთვალოთ ბუმბულის ძენი, რომელნიც არის მოსაზრება, რომ ერთიანი ფეოდალური საქართველოს ჩამოყალიბებამდე იმჟამინდელი თორის მოსაზღვრედ მდებარე არგვეთის საერისთავოს წარჩინებულნი იყვნენ. ხოლო გარკვეული წლების შემდეგ მათი ნაწილი მესხეთის მიწებზეც დამკვიდრდა. მე-16 საუკუნისათვის, როგორც ჩანს, ბუმბულის ზეთა დარჩენილი მამულებიც ავალიშვილთა და სლესართა ხელში გადადის. ბუმბულის ზეც და ავალიშვილიც წინაპრის სახელიდან ნაწარმოები გვარებია, მაგრამ სლესარი უშუალოდ იმ ტოპონიმიდან მომდინარეობს, რომლითაც მოიხსენიებოდა ის ციხე-სიმაგრე და მის გაღმა არსებული სოფელი, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ. კიდევ უფრო გასაგები რომ იყოს თქვენთვის თუ რას გულისხმობ, ასეთ მაგალითს მოგიყვანთ. მაგალითად, როდესაც მე-12 საუკუნის მიწურულს თამარისაგან სარგის ვარამისძე მხარგრძელმა თმოგვის ციხე მიიღო, ისიც და მისი შტოს წარმომადგენლებიც უკვე იხსენიებოდნენ თმოგველებად. ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბუმბულიძეთა ოჯახის ის ნაწილი, ვინც სლესის ციხეს ფლობდა, იწოდნენ სლესარებად. და მაშინაც კი, როცა ბუმბულიძეები მესხეთის ისტორიულ ნაწილში, თორში კარგავენ ძალაუფლებას, მათი შტოს ის წარმომადგენლები, რომელთაც ხელთ აქვთ სლესის ციხე, ავალიშვილებთან ერთად ინარჩუნებენ ძალაუფლებას ამ ტერიტორიაზე. დღევანდელი ბორჯომიდან ახალციხისკენ, წინათ კი თორის ხეობიდან სამცხისაკენ მიმავალ გზაზე, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, დგას სლესის, ხოლო მეორენაირად მოქცევის ციხე. მოქცევა, როგორც სახელწოდება, უფრო მეტსახელი უნდა იყოს. გამომდინარე ნაგებობასთან ჩამომავალი მდინარე მტკვრის მიერ მარცხენა მხარეს მკვეთრი მოქცევის და გამო. მე-12 საუკუნეში სამხრეთ საქართველოში მოღვაწე თორელთა ფეოდალური ოჯახი აღმავლობას განიცდიდა. მათი სამფლობელო, რომელიც ტაშისკარიდან მოყოლებული მტკვრის ორივე ნაპირს მოიცავდა, კიდევ უფრო ფართოვდებოდა და აწყურამდეც კი აღწევდა. სწორედ ამ პერიოდიდან უნდა გამხდარიყო სლესის ციხეც თორის პროვინციის საფორტიფიკაციო ნაგებობათაგან ერთ-ერთი. ხოლო მე-14 საუკუნიდან, როდესაც თორელები იწყებენ დამწრობას, ნელ-ნელა ტოვებენ თორს და გადადიან შიდა ქართლში, ამ პერიოდიდან უფრო წინაურდებიან აქ მყოფი ის ფეოდალები, რომლებიც წინათ თორელთა სამწყსოს წარმოადგენდნენ. იქნებოდნენ ეს სლესარნი, ავალიშვილნი თუ სხვანი. თუ ვიმსჯელებ სლესის ციხესიმაგრის სამშენებლო ფენებით, აქ ყველაზე ძველი ხუროთმოზღვრული კვალი ჩდება ჯერ კიდევ მე-4 საუკუნიდან. ხოლო შემდგომ ნაგებობის განვრცობისა და განახლების პროცესები ხორციელდება მე-9 საუკუნისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ სლესა განეკუთვნება ადრე ფეოდალური პერიოდის, როგორც თავდაცვით, ასევე სტრატეგიულ ნაგებობას, ჩვენ და სამწუხაროდ შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არ არსებობს ცნობები, რომელიც მასთან დაკავშირებულ ისტორიულ მოვლენებზე მოგვითხრობს. შევეცდები მასზე უშუალო დაკვირვებითა და მწირ ჩანაწერებზე დაყრდნობით შეგიქმნათ წარმოდგენა მესხეთის ამ ერთ-ერთ ისტორიულ ნაგებობაზე. თავდაპირველად საუბარი გავაგრძელოთ იმით, რომ როგორც უკვე სიუჟეტის დასაწყისში აღვნიშნე, გარდა ციხესიმაგრისა, ჩვენ გვაქვს სოფელიც და მათგან ორივე ტოპონიმის სლესით მოიხსენიება. დასახლება, რომელიც დიდი ხანია ნასოფლარად არის ქცეული, მდებარეობს ციხის მოპირდაპირედ გაღმა ნაპირზე. ცოტა არ იყოს, ეს გარემოება უცნაურია. რამე თუ ისტორიულ საქართველოში იქნებოდა ეს ქალაქი თუ სოფელი, უშუალოდ გარს ერტყმოდა სიმაგრეს. მაგრამ სლესის შემთხვევაში დასახლება და ციხე სრულიად იზოლირებულია ერთმანეთისაგან მდინარე მტკვრის ფართო კალაპოტით. მიუხედავად ასე ვთქვათ ამ არასტანდარტული შემთხვევისა, აქ არის ერთი პატარა გარემოება, რომლის თქვენთვის უკეთ გადმოსაცემადაც გიჩვენებთ ქართველი მეცნიერის დევი ბერძენიშვილის მიერ 1979 წელს გადაღებულ ფოტოს. ამ სურათზე ორი რამ განირჩევა. პირველი, რომ აქ შეინიშნება ნახევრად ჩამოშლილი ბურჯი, ხოლო მეორე მის ქვევით განირჩევა გვირაბი. ბერძენიშვილის მიერ ფირზე აღბეჭდილი მოცემულობა გვაძლევს გადაჭრით იმის თქმის საშუალებას, რომ გაღმა ნაპირზე არსებული სლესის მაცხოვრებლები პირდაპირ მტკვარზე გადადებული ხიდის მეშვეობით ახდენდნენ კავშირს ციხესთან, ხოლო თავად სიმაგრე, თუნდაც მის გარშემო დიდხნიანი ალყა ყოფილიყო გამართული, ყოველთვის იქნებოდა როგორც სასმელი წყლით, ასევე თევზით უზრუნველყოფილი, რომელთაგან ერთისა და მეორეს მოპოვებაც ციხიდან გამომავალი იმ საიდუმლო გვირაბის მეშვეობით განხორციელდებოდა, რაც მტკვარზე გადადებული ბურჯის ქვედა წელში იყო გამოყვანილი. როდესაც უშუალოდ ნასოფლარის ტერიტორიაზე შევედი, თვალში მოხვდა სხვადასხვა ნაგებობათა ფრაგმენტები, რომელიც პირდაპირ მიგვითითებს ფეოდალური პერიოდისათვის დამახასიათებელი დასახლების კვალზე. თავდაპირველად შევნიშნე ქვითკირით ამოყვანილი ხარო, როცა ეს უკანასკნელი ციხესიმაგრეშია, უმეტესად სატუსაღოს დანიშნულებისაა. ხოლო როდესაც ხაროს ნასოფლარში ვაწყდებით, მის უმთავრეს ფუნქციას იმ მარცვლეულისა და მეურნეობის შედეგად მიღებული დოვლათის შენახვა წარმოადგენდა, რომელსაც მოიპოვებდნენ აქ მაცხოვრებელი ადამიანები. რაც უფრო მივიწევ ნასოფლარ სლესას სიღრმეში, მით უფრო მეტად ვაწყდები საცხოვრებელ ნაგებობათა კვალს, რომელიც გამოხატულნი არიან მიწაში სანახევროდ ჩაფლული საძირკველითა და აქ-იქ შემორჩენილი კედლებით. კიდევ უფრო სიღრმეში შეინიშნება ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლი, რომელიც სამწუხაროდ ობლად მდგომი კედლითაა შემონახული. ეს სხვა არაფერია თუ არა სლესის დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. ამ მიდამოების მახლობლად მაცხოვრებლები მას წმინდა გიორგის სახელობის სალოცავად იხსენიებენ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ფეოდალურ პერიოდში უმეტესწილად ტაძარი სოფლის ცენტრში იდგა. და თუ სლესის იგივე მოქცევის ნასოფლარის შუაგულიდან გადავხედავთ მის მდებარეობას, ვნახავთ, რომ იგი წარმოადგენს დასახლებას გაშენებულს მთის კალთებს შორის არსებულ ვაკე ნიადაგზე, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერი უნდა ყოფილიყო. ამას გარდა, მთებიც მტკვართან ერთად იქნებოდა მისი ბუნებრივი დამცავი ზღუდე. ხოლო თუ მათ დაძლევას მტერი შეძლებდა, მაშინ სლესის მაცხოვრებლებს შეეძლოთ თავი შეეფარებინათ გაღმა ნაპირზე სლესართან მფლობელობაში მყოფი ციხისათვის. აქვე შევეცდები იმის განხილვასაც, თუ საიდან შეიძლება მომდინარეობდეს სლესა როგორც ტოპონიმი. ამისათვის მოვახდენ ციტირებას ქართლის ცხოვრებიდან, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს. გაიყვანეს მათ ნაყოფი სლესასა და წურსა. თანამედროვე ქართულში ეს წინადადება განიმარტება როგორც ნაყოფის, ანუ მოსავლის დაჭყლეტვა გათელვა, ხოლო შემდეგ მისი დაწურვა. შესაბამისად, სლესა წინარე ქართულში წარმოადგენდა ზნას, რომელიც როგორც უკვე გითხარით, აღნიშნავდა რაიმეს დაჭყლეტვას ან გათელვას. ვისაც დაუზიანოს სხვისი ყანა სლესითა. ესე იგი ზიანის მიყენება ყანის გათელვით. ასე ამგვარად, ამ განმარტებებზე დაყრდნობით, სრულიად თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოფელს, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, თავდაპირველად ეწოდა სახელი სლესა. რამე თუ აქ მაცხოვრებელ ადამიანთა უმთავრეს საქმიანობას წარმოადგენდა ისეთი რამ, რომლის დროსაც ისინი მასობრივად ეწეოდნენ სლესას, ანუ დაჭყლეტვას ან გათელვას. ლოგიკურია თუ ვიტყვით, რომ გათელვით ყანას მტრის მეტი არავინ თელავდა. ხოლო გაჭყლეტვა კი დაკავშირებულია ქართველი კაცისათვის იმ უხსოვარი დროიდან მომდინარე საქმიანობასთან, რომელსაც მევენახეობა წარმოადგენს. ამას გარდა, მე-20 საუკუნეში გაზეთი კომუნისტის ერთ-ერთი ნომერი აქვეყნებდა მეცნიერთა კვლევის საფუძველზე შემუშავებულ სტატიას, რომ ნასოფლარის სლესის ტერიტორია თავისი მდებარეობით, რომელიც გამოიხატებოდა მის გარშემო მთებით შემოსაზღვრაში, თავის მხრივ უზრუნველყოფდა მისკენ მიმავალი ცივი ჰაერის მასებისაგან დაცვას, რაც ქმნის და ქმნიდა ვენახის გასაშენებლად იდეალურ პირობებს. ასე ამგვარად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილს თუ ერთმანეთს დაუკავშირებთ,
ლოგიკური ანალიზის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოდესღაც სოფელ სლესაში იმაზე გამორჩეულად მისდევდნენ ყურძნის კულტივაციას, ვიდრე სხვა აქ მეზობლად არსებულ სოფლებში. აქედან გამომდინარე, ღვინის დაყენებისათვის აუცილებელი ქმედების, ყურძნის დაჭყლეტვის ძველ ქართული სინონიმი სლესა გახდა დასახლებისვე სახელწოდება. ხოლო მის მეზობლად მდგომი საფორტიფიკაციო ნაგებობა კი იწოდა სლესის ციხედ. ჩვენამდე მოღწეული ისტორიული სახის წყაროთაგან არსებობს მხოლოდ ორადორი ჩანაწერი, რომელიც სლესას ჯერ კიდევ დასახლებულ პუნქტად იხსენიებს. ამ უკანასკნელთაგან პირველი შედგენილია მე-16 საუკუნის მიწურულისათვის. ეს გახლავთ სრულიად მესხეთის დამყრობთაგან და მის ჩილდირის საფაშოდ გარდამქმნელ ოსმალთა იმპერიის მიერ ნაწარმოები, ეკონომიკური ხასიათის მქონე დოკუმენტი, გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. 1595 წელს თურქი მოხელე დავთარში შემდეგნაირად იხსენიებს მას. სოფელი სლესა, უკან სლესა უბნითურთ, რომელშიც ჯერ კიდევ ცხოვრობს 16 კომლი ქრისტიანი ქართველი. მათზე კი სულთნის წინაშე გადასახადის სახით შეწერილია 7000 აღჭა. შემდგომი წყარო, რომელიც დღევანდელი სიუჟეტის თავარ ობიექტზე საუბრობს, კვლავ დამყრობელ ოსმალთა მიერ შექმნილი და ასევე ეკონომიკური ხასიათის მქონე დოკუმენტი ჩილდირის ვილაიეთის ჯაბა დავთარია. ამ უკანასკნელში აღწერილია მესხეთის სოფლები მე-17 საუკუნის მიწურულისა და მე-18 საუკუნის 30-იანი წლების მდგომარეობით. განსხვავებით გურჯისტანის ვილაიეთის დავთრისა, ჩილდირის ჯაბა დავთარი არ გვაწვდის ცნობას თუ რამდენი კომლი ან რა ეროვნების ოჯახები ცხოვრობენ სლესაში. ვეუბნება მხოლოდ იმას, რომ მასზე შეწერილია გადასახადის სახით 1200 აღჭა და სოფელიცა და ციხეც ექვემდებარება ვინმე სალიხს. ამ ჩანაწერებიდან თითქმის 1 საუკუნის შემდეგ, რაც საქართველო რუსეთის იმპერიის მიერ ანექსირებულია და წინათ თურქთაგან დაკავებული მესხეთის გარკვეული ნაწილიც რუსების ხელში გადადის, არსებობს საარქივო ჩანაწერი, დათარიღებული 1851 წლით, სადაც სლესა იხსენიება უკაცრიელ ადგილად. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მე-16 საუკუნიდან მოყოლებული, რაც მესხეთში ცეცხლითა და מחვილით ოსმალები დამკვიდრდნენ, ის ფეოდალური ოჯახი, რომელიც წარმოადგენდა ციხისა და მასთან არსებული დასახლების ბატონ პატრონს და მოიხსენიებოდნენ სლესარებად, გადადიან დანარჩენ საქართველოში. მესხ თავადთა გვარი ისტორიული სამხრეთიდან აყრის შემდეგ განიცდის მცირე ცვლილებას და სლესარიდან გარდაიქმნება სლესელად. საბოლოოდ კი ყალიბდება ისეთ გვარად, როგორიცაა სრესელი. ერთადერთი ფეოდალური ოჯახი, რომელიც ბოლომდე ეპოტინებოდა როგორც თორის ხეობას, ასევე წინათ მის წინაპართან მფლობელობაში შემავალ მამულებს გახლდა თავალიშვილები. მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი გადავიდა და დამკვიდრდა როგორც ქართლში, ასევე კახეთში, მთლიანობაში მაინც ართმობდნენ თორს ანუ ახლანდელ ბორჯომის ხეობას. მართალია, თითქმის 3 საუკუნე ეჭირათ ოსმალებს მესხეთი, რომელიც თავისი ტერიტორიით მთელს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოიცავდა ტრაბზონამდე, მაგრამ მისი ნაწილი ტაშისკარი და ნაწყურამდე, ასე რომ თქვათ, უფრო გარდამავალ ტერიტორიას წარმოადგენდა. რამე თუ მიუხედავად თურქთა ბატონობისა, იგი ძალიან ხშირად ხდებოდა ქართლის სამეფოს ნაწილი. ყოველი ასეთი შემთხვევისას კი ავალიშვილები კვლავ აღდგენდნენ კონტროლს მათ ყოფილ მიწებზე. სწორედ ამოცემულობიდან გამომდინარე, ციხის ბოლო პატრონებად ავალიშვილები შეგვიძლია მივიჩნიოთ. მართალია ისინი ხეობის გარკვეულ ნაწილს კვლავინდებურად იკავებდნენ, მაგრამ მათი მამაპაპეული მიწები უკაცრიელ ტერიტორიებს წარმოადგენდნენ. რამე თუ იქნებოდა ეს სლესა, ქვაბისხევი, ჩიტახევი, ლიკანი თუ სხვა ყოფილი თორის პროვინციაში შემავალი სოფელი, ისინი უკვე დიდი ხნის ნასოფლარებს წარმოადგენდნენ. გარდა იმისა, რომ თავდაპირველი აყრა მაცხოვრებლებისა განპირობებული იყო აქ ოსმალთა შემოსვლით, ამას გარდა, როგორც არ უნდა აღედგინა ქართულ სამეფოებსა და ფეოდალებს აქაურობაზე კონტროლი, ეს ხალხი მაინც დაუცველს წარმოადგენდა ისეთი სენისაგან, როგორიც იყო ლეკიანობა. ეს უბედურება წახალისებული იყო თურქთა მიერ, რომლის ხელშემწყობთ და გარკვეულწილად შემსრულებლებს ეროვნებით ქართველები წარმოადგენდნენ. ესეთები იყვნენ ოსმალთა მიერ ახალციხეში ფაშად დასმული გამაჰმადიანებული ჯაყელები და დანარჩენი საქართველოს გადაგვარებული თავადები, რომლებიც საკუთარი ხელით სისხლისგან ცლიდნენ ქვეყანას. მსგავსი მხარდაჭერით განებივრებული ლეკები აღმოსავლეთ საქართველოდან წამოსხმული ტყვეებით მიემართებოდნენ ახალციხისკენ, რათა იქ მოეხდინათ მოტაცებულ ქართველთა ერთად შეგროვება. ასეთი მარშრუტით მიმავალი ჩრდილო კავკასიელი ადამიანით მოვაჭრეები არც იმ ხალხს ინდობდნენ, ვინც მათ გზად თორის ხეობაში შემოხვდებოდათ. სწორედ ამიტომაც მესხეთის ეს ისტორიული ნაწილი თითქმის სრულიად დაცლილ ალაგს წარმოადგენდა. 1000 ჭირვარამის მნახველი და უფუნქციოდ დარჩენილი სლესის ციხე უახლოეს წარსულში მოხსენიებული აქვს გამოჩენილ ქართულ გენერალს გიორგი მაზნიაშვილს მისსავე ჩანაწერებში. 10 თებერვალს დილით ყველა ნაწილებს თავი მოუყარე პოზიციებზე სლესის ციხესთან და ახალციხის მაზრების საზღვარზე. წერდა მაზნიაშვილი. მოკლედ რომ გითხრათ, ეს ის პერიოდია, როდესაც არსებობს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით.
ხოლო ახალციხეში შედის და მას იკავებს ოსმალთა მიერ შექმნილი მარიონეტული ყარსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები პროთურკულად განწყობილი სერვერ ბეგ ჯაყელის მეთაურობით. ეს ამბავი დასრულდა იმით, რომ გენერალმა გიორგი კვინიტაძემ გადაიბარა მაზნიაშვილის მიერ სლესის ციხესთან დაბანაკებული ქართული შენაერთი და მასზე კიდევ დამატებული გვარდიის დანარჩენი ნაწილებით არათუ ახალციხე გაანთავისუფლა, არამედ 1919 წლის აპრილში არტაანიც კი დაიკავა. მას შემდეგ, რაც საქართველოს გასაბჭოება მოხდა, სლესის ციხის მყუდროება აღარავის და აღარაფერს დაურღვევია. თუ არ ჩავთვლით მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებს, როდესაც მისი, როგორც ისტორიული ძეგლის საკმაოდ სერიოზული დაზიანება განხორციელდა. სლესის ციხე-სიმაგრის კედლების ნაწილი გახდა მსხვერპლი საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით წარმოებული იმ საგზაო და სარკინიგზო სამუშაოებისა, რაც მის გარშემო განხორციელდა. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, 1970 წლიდან 1980 წლამდე თავდაპირველად საავტომობილო გზის შემოკლების მიზნით იმ ჟამინდელი კომუნისტური ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაიჭრა უშუალოდ ციხესთან არსებული ბორცვი, ხოლო შემდგომ ციხის ქვეშ გაითხარა გვირაბიც, რომელიც განკუთვნილი იყო სარკინიგზო მიმოსვლისათვის. ის რაც ჟამთასვლას გადაურჩა, განადგურდა მე-20 საუკუნეში ინფრასტრუქტურის განსავითარებლად წარმოებული სამუშაოებისას. საიდუმლოებებით ახსავსეს სლესართა სიმაგრე. აქა-იქ შემორჩენილი მაღალი კედლებით, მტკიცე კლდიდან ამოზიდული, მაინც ამაყად დახურებს მტკვრის ხეობას, მაგრამ მხოლოდ უფალმა თუ უწყის, კიდევ რამდენ მზის ჩასვლასა და განთიაც შეეგებება მისი ჟანგისფრად შეფერილი კედლები. სლესის ციხესთან, დამათენდა ნისლების ჩრდილში, მოგცევთან ხრვიპე წყალი ჩემი ნაკალმახარი. კოშკებს ავხედე, დავით რკუნე, თრკუნვარა цаრი, ვიდექი, როგორც სამცხის გულში მტკვარი დამდგარი. მერაბ ბერიძე, ნაწყვეტი ლექსიდან, სლესის ციხესთან. დღევანდელი სერიაც მოგცევის იგივე სლესის ციხეზე დასასრულს მივახლოვდა, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა დაგემშვიდობოთ მომდევნო ახალ სიუჟეტამდე და ტრადიციულად დაგიტოვებთ იმ თხოვნას, რომ ვისაც მოგწონთ დაკარგული დიდებული მესხეთის სერიები და სურვილი გაქვთ კიდევ ბევრი ახალი სიუჟეტის ყურების, გამოიწერეთ არხი და ერთად უყუროთ დაკარგული დიდებული მესხეთის კიდევ ძალიან ბევრ სერიას. აბა დროებით.